რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში ძალიან მალე განახლდება დიდი 10-ის მე-15 ტურის მატჩი, რომელშიც ბოლნისის ყოჩები მასპინძლობს თბილისის არმიას. პირველი ტაიმის შემდეგ 6-3-ია ანგარიში. მოკლედ რომ მიმოვიხილოთ დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავდაპირველად ყოჩები ფლობდნენ საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას, შემდეგ უკვე არმიელები დაეუფლნენ ამ უპირატესობას. ბრძოლა იყო შენარჩუნებული მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, შესაბამისად ანგარიშიც არის ასახული ეს ყველაფერი. 6-3 გაიმარჯვეს ყოჩებმა და იმედს ვიქონიებთ, რომ მეორე ტაიმშიც ასეთი უშეღავათო ბრძოლა გაგრძელდება, რადგან დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ამასობაში გაისმა სასტოინი და ლაშა მალაღურაძემ განაახლა შეხვედრის მეორე ტაიმი. ხოლო ანო ბერიკაშვილმა კი ძალიან კარგ სტილში დაიჭირა ბურთი შეცდომების გარეშე. დარჩა ბურთი, თითქოს ყოჩებს შეებოდათ ბურთი, თუმცა ძალიან მარტივ სიტუაციაში შეცდნენ ბოლნისის ყოჩების მოთამაშეები. ძალიან კარგი მიძალება, როგორც ხედავთ, რამოდენიმე ცვლილება არის, მოედანზე შემოვიდა 19 ნომრით კოლი ტამანიტოვაკულა, ასევე გიორგი კაკაურიძე და გიორგი ჭურაძე. ვნახოთ, რამდენად გააძლიერებს ეს თბილისური გუნდს. გადავიდნენ არმიელები მეტოქის ნახევარზე 22 მეტრიანის მისადგომებთან უტევს არმია. კარგად იარა შეცვლაზე შემოსულმა კაკაურიძემ. ბარბაქაძე ძალიან ეფექტურია. მოიგო რამდენიმე მეტრი ბარბაქაძემ. ახალგაზრდა შუამარბი ძალიან კარგ სტილში უტევდა. აი ამ შემთხვევაში წინ თამაშის უპირატესობა წინ გაუვარდათ თბილისელებს. თითქოს მაღალ ტემპში დაიწყეს, წინ მიდიოდნენ, თუმცა ეს ტექნიკური წუნი ძალიან ცუდად მოქმედებს არმიაზე. ჩვენ დღეს 8 მარტია, ქალბატონებს მიულოცოთ ქალების დღე, გილოცავთ და საუკეთესო სურვილებით. რა თქმა უნდა, ირაკლი გიერთდები ამ მილოცვაში, ჩემი მხრიდანაც დავამატებ, რომ გულოცავ ყველა ქალბატონს, რა თქმა უნდა, საუკეთესო სურვილებით. დარწმუნებული ვარ, გვიყურებენ. ემზადება შერკინება მოსაწყობად ამასობაში. გასცა მითითებების შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გელა ლემონჯავამ მოეწყობა შერკინება და თენგიზ პერანიძე შეაგორებს ბურთს. შეძლეს ყოჩებმა შერკინებაში მეტოქის დაჯარიმება, ვისარგებლოთ შემთხვევით ამ მცირე პაუზით და ასევე გულშემატკივარს ის ინფორმაციაც გავაცნოთ, რომ 8 მარტია დღეს და ქართველი ქალი არბიტრი მარიამ გოგუაძე დღეს ქალთა რაგბი ევროპის მატჩზე მთავარი მსაჯი იქნება. მარიამი განსჯის გერმანიისა და ბელგიის დაპირისპირებას. თუ არ ვწდები, მარიამის სამსაჯო კარიერაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანაკრებო მატჩს ემსახურება და უსურვოთ წარმატებები. კარგ თარიღს დაემთხვა მარიამის მსაჯობა, რა თქმა უნდა, უერთდებით და უსურვებთ კარგ მატჩს. გაგა გორგასლიძე ტრადიციულად არის გამომცხადებელი კომბინაციის დერეფანში. და ბურთს მოაწვდის ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც მატჩის დაახლოებით მე-6 წუთზე ჩაერთო თამაში ლაშა საჯაიას ტრავმის შემდეგ, ასე ვთქვათ, იძულებითი ცვლილება განხორციელდა ყოჩების შემადგენლობაში. საკმაოდ აქტიური იყო თამაშგარე, რა თქმა უნდა, ხარაზიშვილი არ გადასულა უკან, არ დაუცვია თამაშგარის ვეთანხმებით გელას. კარგად გამოჩნდა ეს კადრში. მალაღურაძემ კლავინდებულად მიუთითა მიანიშნა კარში დარტყმაზე. გიორგი ხოსიტაშვილმა გამოუტანა. პირველ ტაიმში ვნახეთ უკვე ლაშა მალაღურაძის ზუსტად შესრულებული 50 მეტრიანი ჯარიმა, ახლა კი დაახლოებით 45 მეტრიდან ეცდება, რომ ზუსტად შეასრულოს ეს დარტყმა და 6 ქულამდე გაზარდოს ყოჩების უპირატესობა. მეორე ტაიმის სტარტზე წესით გამოცდილ გეზავს უნდა კონდეს ის ჯანი, რომ მიაღწიოთ ბურთი კარებამდე, აქ თავარია ახლა სიზუსტეს როგორ გათვლის ლაშა მალაღურაძე, ტრადიციული გამორბენი, ძლიერი დარტყმული და ძალიან ცოტა დააკლდა მალაღურაძეს.
ძელს მოხვდა ბურთი უცვლელია ანგარიში 6-3. დატოვა გოგოლაშვილმა ბურთი თამაში ისევ მალაღურაძე კიდეს დაუმიზნა, რომელსაც ძალიან კარგად დახვდა რეზი ხარაზიშვილი. საკმაოდ მახვილი კუთხე რეზის დარტყმისთვის. შორეული დარტყმა ხარაზიშვილის. ძალიან ბევრი დრო დაკარგა პერანიძემ ბურთის დამორჩილებაზე და მალაღურაძე იზღადარჩენოდა ძლიერი დარტყმით გამოსულიყო საკუთარი ნახევრიდან, ასეც ხდება. სწრაფადვე შემოიტანეს არმიელებმა ბურთი. პიტერსი ვნახოთ რა გაგრძელებას მოიფიქრებს, გადააწოდა იქვე მყოფ თანაგუნდელს. კარგი ცრუ მოძრაობები, კარგად გაჭრა ხაზი, მაგრამ დიარა თუ არ ვწდები მაჭარაშვილი გახდათ ეს მორაგბე. საბოლოოდ დაჯარიმდნენ ყოჩები. როგორც გელამ აღნიშნა, გურამ გოგიძემ ბურთზე ხელი ჩაარტყა. მეტოქეს არ იყო ამის საჭიროება. დაკარგული ქონდა მაჭარაშვილს. წინსვლა ეძებდა გამგრძელებელს, თან გამგრძელებელიც არ ჩანდა მიმყოლი და თითქოს მოგერიებული ვით იყო ეს შეტევა, თუმცა 14 კაცით იქნებიან მომდევნო 10 წუთის განმავლობაში ბოლნისის ყოჩების მორაგბეები და შეტევისთვის იდეალური პლაცდარმი ექნება ახლა თბილისის არმიას. და ნახოთ როგორ გამოიყენებს ამ რიცხობრივ უპირატესობას მომდევნო 10 წუთის განმავლობაში არმია. ყველაფერი კი მაჭარაშვილის ამ შესანიშნავი სოლო რეიდის შემდეგ დაიწყო. საკმაოდ სახიფათო დერეფანი მეტოქის 15-იანთან. მოაწოდა ბურთი ჭავჭავაძემ, ამჯერადაც დამაჯერებლად ორი ხელით მოიგეს ბურთი დერეფანში, აკონტროლებს ჭავჭავაძე, წინსვლა ჯერჯერობით არ აქვს არმიელთა მოლს. მოინაცვლა ღერძი, მისცეს ბიძგი არმიელებმა, შეაჩერა ყოჩებმა. ცდილობენ კიდევ ერთი ბიძგით და საბოლოოდ დაამიწეს ბურთი. არის ლელო, რომელიც გაიტანა თბილისის არმიამ, საინტერესოა ვინ დაამიწა, ძალიან რთული იქნება აქედან გითხრათ ვინ არის ლელოს ავტორი, დაველოდოთ ოქმს და აი ამის შემდეგ უფრო უკეთესად გეტყვით ვინ იყო ლელოს ავტორი. სავარაუდოდ ლევან ჭავჭავაძე, ვისაც ულოცავენ, ტრადიციულად ჩერკინებების მერე ის ძალიან კარგი ლელოს გამტანია. ერთი სეზონი და საუკეთესო მელელოვეც გახდა დიდაჩი, როდესაც რუსთავის შემადგენლობაში ირჯებოდა დაახლოებით 16 თუ 15 ლელო დადო სეზონის განმავლობაში, რაც დამეთანხმებით ძალიან კარგი შედეგია. რეზი ხარაზიშვილი 6-8 ანგარიში დაწინაურდა არმია და დაველოდოთ ხარაზიშვილის გარდასახვას. პოზიცია საკმაოდ კარგი იყო, საბოლოო ჯამში ამჯერადაც ძელს მოხვდა ბურთი უცვლელია ანგარიში 6-8. ერთი ჯარიმით კვლავ წინ გადის ბოლნისის ყოჩები, რაც რა თქმა უნდა მათ ჯერჯერობით თამაში ტოვებს. ხო, ცუდად დამთავრდა მათთვის გურამ გოგიძის გასიმბინება, რომელსაც მოყვა გაშვებული ლელომ და ახლა დარჩენილი ისევ ბერიკაშვილი. ნუ შეუდარებელია ბერიკაშვილი დღეს წინ თამაში. ამ პატარ-პატარა უზუსტობებით და ჯარიმებითაც ხელს უწყობს არმია ყოჩებს, რომ ფონს ხეირი მიიღონ ამ თავისი შეტევებიდან, რაც კარგად გამოიყენეს წინა ეპიზოდებში, ზუსტად ასრულებდა მალაღურაძე ჯარიმებს, თუ არ ჩავთვლით ბოლო ჯარიმას, რომელიც ძელს მოხვდა. ჩვენ კიდევ შეგახსენებთ იმას, რომ 6-ერი დაიწყება 18 საათსა და 15 წუთზე ამ თამაშის მერე ირლანდიასა და საფრანგეთს შორის, ხოლო 20 საათსა და 45 წუთზე იქნება შოტლანდია უელსი, არანაკლები თამაში.
სადაც უელსი ეცდება პირველ გამარჯვება მოიპოვოს ახალი მწვრთნელის რაგში, ახალი მწვრთნელის პირობებში. შეგახსენებთ, რომ მათ ირლანდიასთან კი დათმეს წინა თამაში, მაგრამ აი ესეთი ახლო და კარგი ბრძოლა დიდი ბრძოლა გაუმართეს. შაშანაც არ ქონიათ უელსელებს, ძალიან ადვილად ჯობნის მეტოქე უელს, თუმცა საინტერესო იქნება დამეთანხმებით ალბათ აი ეს ორივე თამაში და შემდეგ უკვე საღამოს რელაივი იქნება სუპერ რაგბის. ესე რომ უნდა დარჩეთ რაგბი ტივიზე და ერთად ვისიამოვნოთ ამ სარაგბო საღამოთი. როგორც ირაკლიმ აღნიშნა, დღის ბოლოს უკვე საღამოს რელაივ რეჟიმში შემოგთავაზებთ სუპერ რაგბის მატჩს, რომელშიც ფიჯური დრუასა და ჩიფსის დაპირისპირება გაიმართება. 23 საათზე შედგება ეს რელაივი. ჯარიმეს ყოჩებმა მეტოქი ნახოთ ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ხო, აქ რა მოხდა? ახსნათ ეს მომენტით, როდესაც თავისუფალი ჯარიმდება გუნდი, ერთი და იგივე ჯარიმით ადრე გადასვლით, მეორე ჯარიმა არის უკვე ჩვეულებრივი ჯარიმა, რაც მალაღურაძეს შესაძლებლობას აძლევს, რომ ზუსტად შესრულებული ჯარიმის შემთხვევაში კიდევ ერთხელ დააწინაუროს ყოჩები დღევანდელ შეხვედრაში. მხოლოდ ერთი ქულით და შენარჩუნდება ეს ძალიან მძიმე და ახლო ბრძოლა გუნდებს შორის. რეპორტაჟის დასაწყისში საუბრობდი ირაკლი, რომ ყოჩებისთვის საკმაოდ ასე ვთქვათ უმნიშვნელოვანესია დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება, რათა შეძლონ დიდაჩი ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლის გაგრძელება. რადგან თუ დღესაც ყოჩები დამარცხდნენ არმიასთან, უკვე ფაქტობრივად თეორიული შანსი გაექნებათ მათ ადგილის შესანარჩუნებლად. მალაღურაძის ჯარიმა ზუსტია, 9-8 კიდევ ერთხელ დაწინაურდა ყოჩები, ერთქულიანი უპირატესობა მასპინძლებს. რეზი ხარაზიშვილი შეიყვანს ბურთს თამაში და განაახლებს მატჩს. დაკიდა ხარაზიშვილმა საბრძოლო ბურთი, თუმცა ადგილზე კარგად ითამაშა გოგოლაშვილმა. კონტრაქის მცდელობები იყო პერანიძეს ძალიან დიდ წნეხში მოუწია თამაში და აი აქ შეცდომას უშვებს ჭიჭინაძე, ვერ დაიმორჩილა ბურთი, თუმცა თქვა ჭიჭინაძეზე არ გადავტეხოთ ჯოხი იქიდან გამომდინარე, რომ პასი არც თუ ისე ზუსტი იყო. დიდ წნეხში მოაქციეს ახლა საკუთარ 22 მეტრიანში ყოჩებმა, თავი პრინციპულად მნიშვნელოვანი შერკინება იქნება. გაესაუბრა მთავარი არბიტრი გელა ლემონჯავა მოთამაშეებს და მოაწყობს შერკინებას. ემზადება შერკინება. პირველ მცდელობაზე ვერ მოეწყო შერკინება. კიდევ ერთხელ მისცა მითითებები გელა ლემონჯავა, მოდნავ გადაწია შერკინების ადგილი. ნახოთ მეორე მცდელობა, რამდენად წარმატებული იქნება. კარგი პოზიცია ძალიან თბილისურ გუნდს. ჩვენ ვისარგებლებთ პაუზით და გეტყვით, რომ ახლა მიმდინარეობს კროკობეთ დიდიათის მე-15 ტური, სადაც ერთმანეთს ყოჩები და არმია უპირისპირდება, მაგრამ ეს არის რიგით მე-4 მატჩი, მანამდე გაიმართა უკვე 3 მატჩი, სადაც ტური დაიწყო პარასკევს ბათუმისა და ქუთაისის აიას დაპირისპირებით. ქუთაისის აია ეწვია ბათუმს ჩემპიონატის ლიდერის რანგში, თუმცა ბათუმმა ძალიან კარგად ითამაშა 34-8 მოუგო ქუთაისურ კლუბს და
განიმტკიცა ეს მესამე ადგილი ძალიან მიუახლოვდა ორივე ქუთაისურ გუნდს, არესაც და აიასაც. რაც შეეხება მეორე თამაში იყო უკვე არესი და ლელო 26-24 მოიგო არესმა ძალიან მძიმე ბრძოლაში. ლელომ მეორე ტური კარგად დაიწყო, ახლო თამაშები აქვს ძალიან და ქონდა ამ თამაშის მოგების ძალიან დიდი შანსი. შემდეგ უკვე დღეს გაიმართა 2 საათზე ხარები ყაზბეგი, სადაც 50-25 ბონუს გულით მოიგო რუსთავის ხარებმა და ზედიზედ მესამე მოგება უკვე მათ ანგარიშზე, ხოლო ახლა ყოჩებისა და არმიას შეხვედრას ვადევნოთ. თვალს ხვალკი ხამლის სადა ტაოს დაპირისპირება იქნება რეზი ხარაზიშვილის გამორბენი, რომელიც ზუსტი ანგარიში ხდება. კვლავ შეიცვალა, ასე ვთქვათ, ანგარიშის სხვაობა, ამჯერადაც დაწინაურდნენ არმიელები, 9-11 გახდა ანგარიში. ქულაში მიდის ჯერჯერობით მატჩის 55 წუთისთვის ბრძოლა, რადგან როგორც ვახსენეთ, დღევანდელი მატჩის სასურველი შედეგით დასრულება ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, განსხვავებული მიზნები აქვთ გუნდებს მიმდინარე სეზონში. ყოჩები იბრძვიან დიდაჩი ადგილის შესანარჩუნებლად, არმია კი ცდილობს მოხდეს პლეი-ოფში და ითამაშოს, ასე ვთქვათ, საჩემპიონო ბრძოლაში იყოს ჩართული სეზონის ბოლოს. განაახლა თამაში ლაშამ ალაღურაძემ მესამე ზონაში შორეული დარტყმა, ადგილზე დახვდა მორავია, აკრიფას ისრაფე, კარგად წამოიღო მორავიამ, თუმცა შეძლეს მისი შეჩერება. ბარბაქაძემ შეიმაგრა საბოლოოდ ბურთი, მაგრამ დაკარგული ჰქონდა უკვე სიჩქარე და შებოჭეს ბარბაქაძემ. გადადის თამაში რაკში, ბურთი უკან მელს პიტერზე, რომელიც ზურგში ძალიან კარგად ურტყავს მეტოქეს, გადადის პირდაპირ კიდეზე, ძალიან მახვილი კუთხიდან თითქმის ცენტრამდე ამოდიან არმიელები. იმ შემთხვევაში თუ დღეს არმია მოიგებს გადავა მეხუთე ადგილზე 37 ქულით, ხარებს 38 ქულა ექნება, ხოლო ხვამლი 33 ქულა და ხვამს თავისი თამაში ხვალ ექნება სათამაშო. ჯერჯერობით ეს სამეული ძალიან ახლოს არის, გულისხმობ მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილს. კარგი შეცურება ძალიან რანი ფხალაძე ახლოს არის მეტოქის ლელოსთან, პერანიძე გაუშვა ბურთი და ჭიჭინაძემ გაიტანა ძალიან კარგი ლელო. პატარა შეცდომა დაუშვეს არმიელებმა და იმ წამსვე ისარგებლა ყოჩებმა, კერძოდ რანი ფხალაძემ ზეთ ჩათვლის ხასთან შეჩერების შემდეგ, უკვე პერანიძის ჭკვიანური გადაცემის შემდეგ ჭიჭინაძეს გააქვს ლელო და გარდასახვის ჰქონდა ჭიჭინაძეს დარჩენილი, რომ დაახლოებით 1 მეტრი გაერბინა და დაემიწებინა ეს ბურთი. კარგად იყენებენ ყოჩებიც და არმიელებიც მეტოქის მიერ დაშვებულ შეცდომას და მომენტალურად, როდესაც გუნდი იღებს ასეთ საჩუქარს, ასახავენ ქულებში. გატანილი ლელოს ავტორი ჭიჭინაძე. ლაშამ ალაღურაძე დაარტყავს გარდასახვას. არც ის ერთული პოზიციიდან და დიდია ალბათობა, რომ გახდეს დღევანდელ შეხვედრაში 16-11 ანგარიში უკვე ხუთქულიანი უპირატესობით დაწინაურდეს ყოჩები. დაველოდოთ მალაღურაძის გარდასახვას. გამორბენი დარტყმა ზუსტია, იყო მანძილიც და სიზუსტეც მალაღურაძეს 16-11 მატჩის 59 წუთისთვის. ხუთქულიანი სხვაობა პირველად გავიდა ბოლნისის ყოჩები ხუთქულიანი სხვაობით წინ, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ჯერ კიდევ მთელი 20 წუთი არის დარჩენილი და აქვს არმიას იმის რესურსი, რომ ეს სხვაობა შემოაბრუნოს. პერანიძეს ჩაუვარდა პირდაპირ ბურთი ხელში და ძალიან ჭკვიანურად თამაშობს გამოცდილი 9 ნომერი. პიტერსი თავის მხრივ ძალიან კარგად ურტყავს და გადადის მეტოქის ნახევარზე. ფუფუნება, როდესაც 15 უკანა ხაზში ყავს მოთამაშე, რომელსაც შეუძლია 22-დან მეტოქის ნახევარზე გადასვლა. საკმაოდ კარგ თამაშს ატარებს პიტერსი. ამასობაში კი თანდათან შევდივართ დასკვნით 20 წუთიან მონაკვეთში და ვნახოთ, რომელ გუნდს უფრო შემორჩება გამძლეობა ფიზიკური და რომელი შეძლებს ამ შეხვედრის საკუთარი სასარგებლოდ დასრულებას.
სუფთა ბურთი მოიგეს, მალაღურაძეზე გამოვიდა ბურთი, რომელმაც ძალიან ტექნიკურად დაარტყა. კეშელავა იგერიებს ბურთს, გადადის პიტერსზე, რომელიც ასევე ფეხის შორეულ დარტყმას აბრუნებს. 10 მეტრიან წყვეტილთან იქნება ყოჩების დერეფანი. თუ დააკვირდი ლევან რა ტექნიკურად დაარტყა ლაშა მალაღურაძემ, კეშელავამ ბეწვზე მიუსწრო, თორე 50-22-ის წესი ამუშავდებოდა კვლავ. ბეწვზე მიუსწრო და ბეწვზეც გადარჩა, რომ თავად არ დაებიჯებინა კიდის ხაზისთვის. მაგრამ პიტერსის დარტყმა ამ შემთხვევაში ძალიან კარგი იყო. ერთგვარ წნეხში მოექცა თითქოს არმია, მაგრამ განიმუხტა მაინც სიტუაცია. ნახოთ აქ რა მოხდება. ყოჩები რჩებიან მეტოქის ნახევარზე 10 მეტრიან წყვეტილთან. ჯაბა ბრეგვაძემ მოაწოდა ბურთი დერეფანში, კვლავ ორი ხელით მარტივად მოიგო გუშარაშვილმა. მალაღურაძემ თაზე გადაკიდა, კარგად ითამაშა გოგოლაშვილმა. კარგი პასი მალაღურაძეზე, თუმცა წინ პასი და გამოცდილი მოშვიდკაცია ლევან გოგოლაშვილი და რაღაც შვიდკაცას კომბინაცია გაითამაშეს. ფრთაზე დარტყმული ბურთი შიგნით შექცეული, რაღაც ჯვარივით გააკეთეს მალაღურაძემ და გოგოლაშვილმა, თუმცა მცირე გაუგებრობა ამასობაში ქვათაძეც შემოსულა მოედანზე. ამზადებს შეხვედრის მთავარი არბიტრი შერკინებას მოსაწყობად. გურამ გოგიძე შეცვალეს, გურამ გოგიძის მაგივად ნოდია შემოვიდა. სხვა ცვლილებები ჯერჯერობით არ არის ყოჩების რიგებში. აქ საინტერესოა რა მოხდა. აი ამ შემთხვევაში კი პატარაია დააჯარიმა. და ნახეთ როგორ ემოციურად აღნიშნეს ამ შერკინებაში გამარჯვება ამასობაში არმიელებმა. გიორგი ჯაშით შემოსულა, ასევე 5 წლამდელთა ნაკრების წევრი. მრავლად ყავს თბილისის არმიას. ძირითადად უფრო ხაზის მოთამაშეები. კეშელავა, ბარბაკაძე, სესიაშვილი, ჯაში. იმედია არავინ არ გამომჩა. ჭავჭავაძე ბურთით მოაწოდა, ამჯერად არმიელებმაც ორი ხელით მარტივად მოიპოვეს ბურთი დერეფანში. ბარბაკაძე შემოვიდა, გულისხმობ ლაშა ბარბაკაძე 9 ნომრის პოზიციაზე, მან კოტიკო იაშვილი შეცვალა. ეს კი მეორე ბარბაკაძე იყო, რომელიც ძალიან სახიფათო არის. ბარბაკაძე ჯაშზე გამოვიდა ბურთი, ჯაშმა ათამაშა ჭურაძე. ხელი გაიშვირა მთავარ მომსაჯმელს, ავარაუდოდ ოფსაიდის უპირატესობა ექნებათ. ალბათ დაუბრუნებს ახლა გელა ლემონჯავა. ასეც ხდება, უბრუნდება არმიას ჯარიმის უპირატესობა. აქ კი დუღილის ტემპერატურა მაიწია მოედანზე, მცირედი შეხლა შემოხლა მოთამაშეებს შორის. როდესაც ასეთი პრინციპული თამაშია და ასეთი მცირეა ქულათა სხვაობა, რა თქმა უნდა, ამ მომენტში ძნელია ემოციების გაკონტროლება. ხშირად ხდება ხოლმე ესეთი პატარა გაწევ-გამოწევები, მთავარია რაიმე სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. რაგბია ემოციებია და ამ ემოციებს გამოშვება უნდა, ხანდახან შეიძლება თამაში იმდენად ვერ გადმოაქვთ და ესეთი ძიძგილაობა უწევთ ხოლმე მოთამაშეებს, ამიტომ ნახოთ ახლა რა კონსულტაციები იქნება გელასი სოსოსთან და
ლუკასთან. გესმის არმიის გულშემატკივართა შეძახილებიც. საკმაოდ კარგი ამინდია და რა თქმა უნდა ტრიბუნებზეც მრავლად არიან ყოჩებისა და არმიის გულშემატკივრები. იხმო კაპიტნები თავისთან გელა ლემონჯავამ. ორი ყვითელი ბარათი აქ შეკამათებას აზრი არ აქვს საჩთან, ჭურაძე და მალაღურაძე 10 წუთი დაისვენებენ. გაცხარებულია ყოჩების მგეზავი. ახლა დროულად უნდა დატოვონ გასინბინებულმა მოთამაშეებმა მოედანი. აქ ჩათვალა გელა ლემონჯავამ, რომ საჭირო იყო ბარათის გამოყენება, რომ შედარებით ეს ტემპერატურა დაბლა დაეწია და აღარ ქონდეთ მოთამაშეებს ძიძგელაობის სურვილი. ნუ 10 ნომრის გარეშე 10 წუთი ძალიან გაუჭირდება ბოლნისის ყოჩებს, თუმცა ვნახოთ როგორ გაგრძელდება, რადგან ორივე გასინბინდა დარჩება ბურთი არმიას, რადგან ორივე თანაბრად დააჯარიმა საჯმო და მანამდე ის ჯარიმის უპირატესობა რაც ქონდათ არმიელებს გამოიყენებენ. აბა ვნახოთ ჯაშის დარტყმული, რომელიც არც თუ ისე ურიგო გამოვიდა, ასე ვთქვათ, მეტოქის 22 მეტრიანთან იქნება არმიელთა დერეფანი. კარგი პლაცდარმი სახიფათო შეტევის განვითარებისთვის არმიელებს. 22-ის მისადგომებთან იქნებიან ლევან ჭავჭავაძე, რომელიც უკვე 65 წუთია შეუცვლელად თამაშობს. ოდნავ ნაკლები ასევე თამაშობს ჯაბა ბრეგვაძე, რომელსაც მე-5 თუ მე-6 წუთზე მოუხდა მოედანზე შემოსვლა. ჯაბასთან სხვა გზა არ აქვს. საბა დათიაშვილი შემოსულა მოედანზე. არა, საბა დათიაშვილი არ არის ჯერ შემოსული ბოდიშით. გოჩა თავართხილაძეა 23 ნომრად შემოსული, სავარაუდოდ ლევან გოგოლაშვილის მაგივრად. მოაწოდა ბურთი ჭავჭავაძემ და ამჯერადაც ორი ხელით დამაჯერებლად მოიგეს ჰაერში არმიელებმა. ჭავჭავაძემ გადააწოდა იქვე მყოფ მორკინალს, კარგად დახვდა ჯაბა ბრეგვაძე, თუმცა ინარჩუნებს ბურთს არმია. მორკინალები თუტევენ, კარგი ბოჭვა ძალიან. მეორე ხაზელების გადააწოდა იქვე მყოფ თანაგუნდელს. სესიაშვილი მიეძალა, გადალახა უპირატესობის ხაზი ბარბაკაძე, მარცხნივ ჩაშალეს და ორმაგი ბოჭვით დახვდნენ არმიის მოთამაშეს. ისევ ბარბაკაძე ქვათაძე მიეძალა, ქვათაძეს უკან დაახევინეს. ბარბაკაძე ძალიან სწრაფად ათამაშებს თავის გუნდს. ნახოთ აი ეს ბარბაკაძე მეორე კარგი კონტაქტი გადაკვეთა უპირატესობის ხაზი. მივიდა ბარბაკაძე ბურთის სწრაფად გამოსატანად. ეს ძალიან დიდი წინთამაში იყო. თუმცა ვერ შენიშნეს მსაჯებმა და აგრძელებდნენ ბურთს, თუმცა ყოჩებისთვის ეს ეპიზოდი უკეთესად დამთავრდა, ვიდრე შეიძლება და ყოფილიყო წინთამაში. აქ ძალიან ტრავმა აქვს, რომ ერთ-ერთ არმიელი მოთამაშეა თუ არ ვწდები დაშავებული. მილს პიტერსი მარკაფაში ყავს საბა დათიაშვილი, რომელსაც შეუძლია უკანა ხაზში ჩაერთოს და შეცვალოს რომელიმე უკანა ხაზელი. დაველოდოთ. მე ვფიქრობ, რომ მილს პიტერსია, მაგრამ არ ვიცი.
და ამავდროულად იმედი ვიქონიოთ, რომ ძიმე დაზიანებასთან არ გვაქვს შეხება. შეცვლა მზადდება ამასობაში არმიელთა რიგებში. 16 ნომრით ხედავთ, რომ მოედანზე შემოვა დიმიტრი საბაძე, რომელიც ლევან ჭავჭავაძეს შეცვლის. კიდევ ერთხელ ვისარგებლოთ ირაკლი პაუზით და გულშემატკივარს შევახსენოთ, რომ აუცილებლად უნდა დარჩნენ რაგბი ტივიზე, რადგან 18 საათსა და 15 წუთზე რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში დაიწყება 6 ერის ტურის და მთლიანი წლევანდელი გათამაშების ცენტრალური მატჩი, რომელშიც ირლანდია უმასპინძლებს საფრანგეთს, სასტორზე დევს 6 ერის ჩემპიონობა. მოდი ვთქვათ, რომ დღეს გამარჯვების შემთხვევაში ირლანდიელები ფაქტობრივად გაინაღდებენ ჩემპიონის ტიტულს, ასე რომ საკმაოდ საინტერესო მატჩი გველის. შემდეგ უკვე 20 საათსა და 45 წუთზე გაიმართება შოტლანდიისა და უელსის არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება, ხოლო 23 საათზე რელაივი იქნება სუპერ რაგბის მატჩსაც იხილავთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. კი, საკმაოდ ნაყოფიერი მსუყე დღე გამოგვდის რაგბის მოყვარულებს და არა მარტო სპორტის მოყვარულებს ზოგადად. ეს ისეთი დაპირისპირება არის, რომ ნებისმიერი სპორტის მოყვარული უნდა ჩაერთოს და უყუროს. რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება დღეს ავივაზე მიპყრობილი. ასევე გეტყვით იმას, რომ 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 4 საათზე გაიმართება საქართველოსა და ესპანეთს შორის რაგბი ევროპის ფინალი, სადაც შეგვიძლია ზედიზედ მერვედ მოვიგოთ ტიტული და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გავალთ და მოვიგებთ თამაშს, ვისაც მოედანზე დასწრება გსურთ, ბილეთები უკვე იყიდება და შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები საკმაოდ ხელსაყრელ ფასად. რა თქმა უნდა, ორმაგად სასიამოვნო იქნება სავსე ტრიბუნების ფონზე მოპოვებული გამარჯვება. ამინდის პროგნოზი გვიქადის ძალიან კარგ ამინდს და როგორც ორგანიზატორები გვეუბნებიან, კარგი გართობა იქნება არა მარტო თამაშის დროს, არამედ თამაშამდე და თამაშის მერეც, ასე რომ გირჩევთ ყველას მობრძანდეთ მიხეილ მესხის სტადიონზე. ეხლა კი დაუბრუნდეთ თამაშს. ორივე გუნდი კაცნაკლულია 14-14 კაცით და ვნახოთ ვის დარჩება. აქ როგორც ჩანს, ჰარიშ თამაშის შემდეგ უკან დაუვარდა ბურთი არმიის მოთამაშეს. კარგი წინსვლა არმიელების მნიშვნელოვანი მეტრები მოიგეს ბარბაკაძემ. სწრაფად გამოიტანა, უტევს მორკინალებით არმია. კარგი იყო ძალიან ჯაში, რომელმაც სრულმოძრაობებით რამოდენიმე მეტოქეს აუვარა ძალიან კარგად. 22 ნომრით საბად ათიაშვილია შემოსული, სავარაუდოდ მან პიტერსის შეცვალა ისევ ბარბაკაძე. კიდევ ერთი დარტყმა მორკინალებით, გაიჭრა ხაზი, გადაკვეთეს უპირატესობის ხაზი არმიელებმა. ბარბაკაძე კვლავ მაროვია მოძებნა. ფრთაზე ჩაათამაშეს არმიელებმა, ნახოთ აქედან როგორ შეიძლება განვითარდეს ეს შეტევა. წამოდგა ფეხზე კეშელავა, ჩამოიშორა დამცველი, თავად მიიწევს წინ კეშელავა. თუმცა მიყოლა, თუმცა თავად გადაწყვიტა ამ შეტევის გაგრძელება. ძალიან კარგად ითამაშა კეშელავამ, შესანიშნავი ბოჭვა, შესანიშნავი სოლო რეიდი. თითქოს ლელო უნდა მოყოლოდა, თუმცა ითუ დააკვირდებით პერანიძის მოქმედებას, რომელმაც თავგანწირვით ითამაშა. ძალიან მაგარი ბოჭვა გააკეთა და შემდეგ უკვე თავართხილაძემ ძალიან კარგი ბურთი ამოიღო. არა და არმიამ კარგი შეტევა ვნახე, ჯაშის გაჭრა, შემდეგ მორკინალების მიძალება, კეშელავა და ვერ დაასრულეს თბილისელებმა შეტევა კარგად. კვაჭები მიესალმენ ერთმანეთს. განაახლებენ ყოჩების შეხვედრას. თემურ ჭიჭინაძე საკმაოდ კარგი დარტყმაც გამოუვიდა ჭიჭინაძის მეტოქის ნახევარზე. 22 მეტრიანსა და 10 მეტრიან წყვეტილს შორის იქნება ყოჩების დერეფანი. მალაღურაძის დარტყმებს არ ჩამორჩებოდა
ჭიჭინაძის დარტყმული არაფრით დაახლოებით 40 მეტრი მოიგო ალბათ. მისმა დარტყმულმა და არასრული დერეფანი. ბოლო კაცზე აგდებული ბურთი ბრწყინვალეა. შეკრეს მძლავრი მოლი ყოჩებმა თავიდან კარგი ბიძგიც მისცეს, თუმცა შემდეგ უკვე კარგად დახვდნენ არმიელები. ღერძი მოინაცვლა, პატარაია თავად უტევს, წავიდა მიწისკენ, გადავიდა თამაში რაკში. პერანიძე ნოდია იქვე უტევს ძალიან კარგად, მცირე წინსვლა არის ყოჩების მხარეს. ბერსენიძე პერანიძე მარჯვნიდან ცადა შეტევის განვითარება, კარგი ბოჭვა დაახვედრეს არმიელებმა. კიდევ ერთი დარტყმა მორკინალებით, ამჯერადაც კარგად იცავს თავს არმია. პერანიძე ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. კვლავ მარჯვენა ფრთის ამოწურვაზე მიდის ყოჩები. კიდევ ერთი აიღე და მიეძალე, ამჯერად ჟორამ ღებრიშვილმა შეუტია. მორიგი დარტყმა პატარაიამ წაიღო. ისევ პერანიძე იქვეა თეზელაშვილი, რომელიც ელოდება ამ ბურთს, გადააწოდა თეზელაშვილს, მაგრამ ელოდებოდა არმიელთან ბოჭავი გოგოლაშვილიც და საბოლოოდ დაკარგეს ყოჩებმა ბურთი. თავარდქილაძე, რომელმაც კარგად ითამაშა დაზღვევაზე, მაღალი ბურთი, რომელსაც ბარბაკაძე დახვდა. შემდეგ არც თუ ისე კარგი ამოგდებული მაჭა რაშვილი და საბოლოო ჯამში ფურცხვანიძე დარჩა ბურთით. პერანიძე მარჯვნივ გრძელი გადაცემა, ნოდია სივრცეში შევიდა, თეზელაშვილი ძალიან ახლოს უკვე ლელოსთან. მეტოქის 5 მეტრიანთან ყოჩების შეტევა, კიდევ ერთი წაღება მიუახლოვდნენ დაახლოებით 2 მეტრით მეტოქის ჩათვლის მოედანს. პერანიძე ძალიან ბევრს ფიქრობს. გუშარაშვილი თავარდქილაძე ამოაგდო რა ტექნიკური თამაში და ჭიჭინაძემ გაიტანა ბრწყინვალე ლელო. მატჩი ანგარიში ხდება 21-11. 10-ქულიანი სხვაობით წინ გადიან ბოლნისის ყოჩების მორაგბეები და ეს უკვე განაცხადია იმისთვის, რომ ბოლნისის ყოჩებმა მოიგონ დღევანდელი თამაში. თურმე შეძლებია იყო თუ თავარდქილაძე ვერ შემოში 23 თუ 13 ნომერის ოფლო უკან ვინც ამოუგდო ეს შესანიშნავია. სავარაუდოდ რანი ფხალაძე იყო, რომელმაც ძალიან კარგი გადაწოდება გაახერხა. კარგი იქნება თუ გვიჩვენებენ განმეორებით. გარდასახვის დრო შეგახსენებთ, რომ როდესაც ლელოს გაიტან ავტომატურად ირთვება დრო და 1 წუთი აქვს მორაგბეს იმისთვის, რომ გარდასახვა შეასრულოს. აქ გელა ლემონჯავა მოუწოდებდა სანდრო ფურცხვანიძეს, რომ დროულად შეასრულოს გარდასახვა, რადგან 1 წუთი გარდასახვისთვის განკუთვნილი დრო შეიძლება ამოიწუროს. ცოტა დააკლდა სანდრო ფურცხვანიძეს, ანგარიში ხდება 21-11, 10-ქულიანი სხვაობით წინ გადის ყოჩები. როგორი თავარდქილაძეს არ დაუკარგავ გარჯას და იმ დიდებულ ოფლოუს დაამოგდებას, მაგრამ ვთქვათ, რომ ეს ლელოც მოყვა არმიელთა არადამაჯერებელ თამაშს და დაშვებულ შეცდომას. თუ დააკვირდი, როგორ მეგობრულად დაბრუნდნენ მოედანზე ჭურაძე და მალაღურაძე, მათი რა თქმა უნდა სიმბინი ასეთი შეხმატკბილებული არ იყო, მაგრამ როდესაც მოედანზე ბრუნდებიან მოთამაშეები, ეს რა თქმა უნდა სხვა გზნობაა და მალაღურაძის შორეული დარტყმა, მალაღურაძის არ ყოფნით და ჭურაძის არ ყოფნით ისარგებლა ბოლნისის ყოჩებმა, 5 ქულით წინ გადიან. დაუმატეს 5 ქულა იმ უპირატესობას და ახლა 10-ქულიანი უპირატესობით იმარჯვებს ყოჩები და 5 წუთზე ოდნავ მეტი ძირითადი დროის დასრულებამდე. მოკლე დერეფანი, არასრული დერეფანი. ცაბაძე ბურთით. ბერიკაშვილი შეუდარებელია აუჩი. ბარბაკაძემ შესანიშნავად გაჭრა ხაზი, კარგად იარა ბარბაკაძემ ფეხით გადაკიდა, ვინ დარჩება ამ ბურთზე პირველი? დარჩა კეშელავა, რომელმაც ბრეგვაძეს გადააწოდა შემთხვევით ბურთი და ძალიან
სახიფათო სიტუაციაში ჩავარდნენ ყოჩების მორაგბეები, თუმცა გადარჩა ახლა. როგორ დაძაბავდა ახლა გაშვებული ლელო სიტუაციას მოედანზე. და ყოჩებისთვის სასიკეთოდ განიმუხტა ეპიზოდი, თუმცა გრძელდება არმიელთა შეტევა. ამჯერად დათიაშვილმა წაიღო თასზე გაკეთებული პასი და აქ უკვე დავით ბარბაკაძე დააგვირგვინებს ამ შეტევას ლელოთი. შესანიშნავად ითამაშა დავით ბარბაკაძემ, ჰქონდა მას გამორჩეული მომენტები დღევანდელ მატჩში. ადვილად შეუძლია მეტოქის დაჯაბნა, აირიდა რა ერთი ბოჭვა და შემდეგ უკვე ძალიან თავისუფლად შევიდა ლელოში და დაამიწა კიდევაც ჯაში, რომელსაც მოუწევს ახლა გარდასახვის შესრულება. ანგარიში არის 21-16. იქ დაისაჯნენ მაინც ბოლნისის ყოჩების მოთამაშეები, მათ იქ დაახლოებით იგი ერთმანეთს ათანაბრებს დღევანდელი თამაში, ერთი და უშვებს შეცდომას, მეორე ისარგებლებს, მეორე უშვებს შეცდომას. კი პირველი სარგებლობს, ნახოთ ჯაშის დარტყმა ახლა მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი გარდასახვის შესასრულებლად ემზადება ჯაში. დაარტყა ჯაშმა და ეს გარდასახვა როგორც ჩანს არაზუსტია 21-16 რჩება უცვლელი ანგარიში 5-გოლიანი უპირატესობით იმარჯვებენ ყოჩები 5 წუთზე ოდნავ ნაკლები ძირითადი დროის დასრულებამდე და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი მატჩი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ნამდვილად ქება და მადლობა ეკუთვნის როგორც ყოჩებს, ასევე არმიას საკმაოდ სანახაობრივი და დიდი დაპირისპირება შემოგთავაზეს და დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმაც ისე ამ თან ის ინტრიგა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ერთი-ორად მატებდა დაძაბულობას და მნიშვნელობას დღევანდელ მატჩს. ეს კი ჭკვიანური დარტყმული იყო ლაშა მალაღურაძის მხრიდან. წნეხში მოაქცია საბადათიაშვილი, რომელზეც იმოქმედა ამ წნეხმა. ძალიან რთულ სიტუაციაში მოიპოვეს ბურთი არმიელებმა და ის გადარჩენოდა აი ესეთი დარტყმით გამოსულიყო 22-დან, თუმცა შანსი კვლავ ყოჩებს, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ბურთით მეტოქის ნახევარზე და სულ რომ ვერაფერი ხეირი ვერ მიიღონ ამისგან, დრო უკვე საკმაოდ მცირე რჩება მატჩის დასრულებამდე. ბურთით არიან ყოჩების მორაგბეები ამასობაში. კუპრაშვილი შემოვიდა თენგიზ პერანიძის მაგივრად, საინტერესოა აქ რა ხდება. აქ როგორც ჩანს არმიისა და ყოჩების ორი მოთამაშეა დაშავებული დერეფიანში თამაშის შემდეგ. გაგა გორგასლიძე? შეცვლები გაკეთდა ძალიან ბევრი. ყოჩების შემადგენლობაში შემოვიდა რატი სამყურაშვილი, ნოდარ მექერიშვილი, ნიკოლოზ კუპრაშვილი და ირაკლი გეგენავა. მაროვია მიწაზე თუ არა, მაროვია არა. მე მგონი ტამანიტოაკულა? არა, ისიც იქ არის ბერიკაშვილი. ალბათ. ცოტა ახლო ხედით რო გვაჩვენონ. კი, ბერიკაშვილი არის. ინატრე და მოგიცემაო ნათქვამია და გვანახეს ვანო ბერიკაშვილი ახლო ხედით, ის აგრძელებს თამაშს. რადგან შეჯახება იყო, ბურთი ქონდა ყოჩებს, საჯმა გააჩერა თამაში, შერკინებით განახლდება. ყოჩების შერკინებით გაგრძელდება დღევანდელი შეხვედრა. მნიშვნელოვანი შერკინება შეუულია სამი ქულის მოპოვება, ჯარიმის გამომუშავება და შემდეგ კარში დარტყმა და 8 ქულიანი უპირატესობით წინ გასვლა ყოჩებს, რაც გადაწყვეტს თამაშის ბედს 99%-ით გადაწყვეტს თამაშის ბედს. მე ისეთი თამაში მაქვს ნანახი ლელოსა და ყოჩებს შორის, როდესაც ორი ლელოთი იგებდა თამაშის 78 წუთზე ბოლნისის ყოჩები და ბოლო 2 წუთში თამაში წააგო. ყოჩებმა ლელოსთან ის თამაში იყო შევარდენის ხელოვნურ სტადიონზე. მაინც თავს ვიზღვევ. რა თქმა უნდა, როგორც რეკლამებშია ხოლმე 99%-ით.
გითხარით რომ ორივე გუნდს გამოცვლილი ყავს შერკინების პირველი ხაზი და მარკაფაში მყოფი მორაგბეებიც მთლიანად უკვე შემოსულები არიან მოედანზე. წავიდა მიწაზე. მგონი უნდა მოინაცვლოს პოზიცია გელა ლემონჯავამ, რადგან აქეთ მხარეს რატი სამყურაშვილსა და გიორგი კაკაურიძის შორის ორთაბძოლის დროს წავიდნენ მორაგბეები მიწაზე, ვნახოთ. არა, არ მოინაცვლა, ისევ დარჩა იმ პოზიციაზე. ხო, ორი ვარიანტია ამ დროს გვერდით მსაჯს უნდა ენდოს მთავარი მსაჯი, იმიტომ რომ მას კარგი ხედი შეიძლება კონდეს აქეთ აწერტილიდან. ამჯერად სტაბილურია შერკინება და შეაგორა ბურთი კუპრაშვილმა დააჯარიმეს ყოჩებმა მეტოქე საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯარიმა გამოიმუშავა. ისევ იმ წერტილში მოხდა ძალიან ცუდი ხედვა მქონდა მიქითა კუთხიდან, მაგრამ არ გამოურიცხავ რომ შეიძლება გვერდით ამ მსაჯვაც უკარნახა და მეც მომეჩვენა რომ არმიელი წავიდა მიწაზე პირველი წინ. ლაშა მალაღურაძე დადგა ბურთის ადგამზე. არ არის აქ ემოციებს ჯობია არ აყვნენ მორაგბეები, ბოლომდე უნდა მიიყვანონ დაწყებული საქმე და ამის შემდეგ შეუძლიათ უკვე იზეიმონ. მოვიყვანე მე მაგალითი რატომაც ლაშა მალაღურაძე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარტყმა და რა თქმა უნდა ამ მნიშვნელოვან დარტყმას მალაღურაძე ასრულებს ზუსტად 24-16. ნუ ძალიან ესეთი დაძაბული თამაში და ესეთი მნიშვნელობის თამაში წელს ჩვენ არ გქონია, როდესაც ერთი გუნდი არის გავარდნის ზღვარზე, მეორე გუნდი შედარებით უკეთეს სვლაზეა და კარგად გამოიყურებოდა ბოლნისის ყოჩებს. აუცილებლად გამარჯვება ჭირდებოდა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ შანსი და კროკობეთ დიდი 10-ის ჩემპიონატში დარჩენის, ხოლო თბილისის არმიას ჰქონდა შანსი, რომ 6-ეულის საგზური განემტკიცებინა, მაგრამ დათმეს დღეს არმიელებმა თამაში თან ისე რომ ვერ აიღეს ნუგეშის ქულა, ხოლო ყოჩებმა აიღო 4 ქულა, გაუხდა რა ყოჩებს 15 ქულა, 5 ქულამდე შეამცირა სხვაობა უახლოეს მდევარ სამცხე ჯავახეთის ტაოსთან. შესაბამისად უკვე ურთულესი მატჩი ხვალ ტაოსელის. ირაკლი ბაღათურია, ლევან მათაშვილი ვიმუშაობდით თქვენთვის პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დარჩით რაგბი ტივიზე, რადგან 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება ირლანდიისა და საფრანგეთის დაპირისპირება. ჩვენც ვჩქარობთ, იმიტომ რომ უნდა მივასწროთ თამაშს. მადლობა ვინც ჩვენთან ერთად იყავით, კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის.